ბევრმა არ იცის, კაცო, ჩვენ ბრეები გამოვიარეთ. საბანკო ანგარიშები ჩვენ არა გვაქვს. დაგვიბლოკეს, საერთოდ ერთი ეს გადავრჩა. Liberty ბანკი, დანარჩენი საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, არსად არ ქონდა არც ანგარიში არაფერი. როგორც პარტიის ანგარიშები დაგვიხურეს, ასევე პერსონალური, ინდივიდუალური, ფიზიკური პირის ანგარიშებიც დაგვიბლოკეს. ამერიკის ელჩიდან დაწყებული, სახალხო დამცველი დამთავრებული, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა წინა ომბუდსმენმა ლომჯარიამ, რომ ჩვენი პარტია აეგზალა. და ნუ საბოლოოდ ოცნებამ კი აკრძალა, კი შეუსრულა Deep States ეგ მოთხოვნა. 2018-19 წლიდან მოყოლებული, აი სოციალურ ქსელებში აღარ გვახარებდნენ, კაცო, პირად პროფილს ვეღარ ქმნიდით. ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მაგნიცკის სიაში შეგვიყვანეს. Deep State-მა ზურაბ მახარაძე შეიყვანა მაგნიცკის სიაში. კობახიძე არ შეუყვანიათ. კობახიძე არ არის დასანქცირებული. ხო და ეხა გამოდიხარ და ჩვენ გვაბრალებ. თურმე ჩვენ, აი როგორც კი არაბული კაპიტალი გამოჩნდა. არაბები რო გამოჩნდნენ ჩვენს ქვეყანაში და 7 მილიარდის სუნი რო დადგა ქვეყანაში. ეგ რას მაგონებს? აი ის ხო გაქვთ ნანახი. სამასის პარტები. მან რო არის ერთი მოსყიდული. ხებს რო აბრალებს, ხო ის სპარსელების აგენტი რო ფული რო დაეყრება. ბოლოს სპარსული ფული რო დაეყრება. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.